ედა რა მოხდა აქ რატომ მომიყვანე? ფერითი როდის გაიცანი და დაუმეგობრდი? ვიფიქრე რომ რაღაც მოხდა ცოტა ხნის წინ. რა ხდება? ისევ კაცებს განიხილავთ, ისევ გამოარჩევთ მეგობრებს, ისევ მარტო ხართ. რას ამბობ მელო? არა. მართლა ასეა, მაგრამ ამჯერად საკმარისია. ნუ აკეთებთ ასე. აბა, რას განიხილავდით? ასე სასწრაფოდ საპირფარო შოში რომ გამოხვედით. ჯერენს ფერიძე ვკითხე. მართალია, როდიდან დაახლოვდით? მეგობრებო, უბრალოდ საუბრობთ, არაფერი ხდება. თანაც კარგი ადამიანია. აი ასე. 2 დღე გავიდა, რაც სელინს დაშორდა, იცი? ფრთხილად იყავი. დიახ. სელინი კარგი გოგოა, სუფთა გული აქვს. პირდაპირ ვერ ამბობს, როცა ბრაზდება. და არ მინდა რომ გაბრაზდეს. კარგი, დიდი ტრაგედია ნუ შექმენით, წავედით. წამოდით, თორემ უხერხულია. ამას ტრაგედია არ ქვია. კარგი, არა უშავს. ქალბატონო აიფერო. ბატონო სეიფი, მოგბრძანდით. მადლობა. ყოველთვის მაშინ მოდიხართ, როცა რაღაცას წმენთ. გიფიცებით როგორც ფუტკარი, სულ შრომავთ. არა. ქონეთებში მოვიტანე. არა უშავდა. არა, ასე არ შეიძლება. მადლობა. მაშინ უცებ ჩაის გავამზადებ. მოიცადეთ, მე მოვამზადებ. თან დაისვენეთ, მუშაობდით. თანაც უკვე უცხო ხომ აღარ ვარ. კარგი, როგორც გინდა. რამდენი ვართ? მე და შენ. სხვები არ არიან? არა, საყვარელო, ყველა სამსახურშია. და თქვენ რატომ არ ხართ, რამე პრობლემაა? ვიყავი. შეკვეთები დავამზადე. დამხმარე დავტოვე და წამოვედი. კერძი უნდა მოვამზადო. ანუ არანაირი პრობლემა არ არის. არა, არანაირი პრობლემა. შესანიშნავია, მაშინ მე წავალ ჩაის მოვიდან. კარგი, მიდი. რა კარგად გამოვიდა. მაპატი ქალბატონო აიფერო. ქალბატონო აიდან, აქ ყველაფერი რიგზეა. ქალბატონი აიფერი ლობიოს გარდა არაფერს ჭამს. მაგრამ მგონია რომ ქალბატონ ედას და ბატონ სერქანს მართლა ერთმანეთი უყვართ. იმიტომ რომ ბატონმა სერქანმა ედას ვარსკვლავი აჩუქა. ედამ ბატონის სერქანის ფოტო კედელზე ჩამოკიდა. ძალიან საყვარლები არიან. ჩაის დავლევ და მოვალ. მე და შენ ყოველ დღე ერთ ოფისში. სულ ასე იქნება? მგონი ხო. ფერით, მაშინ წინადადება მაქვს. გისმენ. მოდი, კვირა გავიყოთ. 3 დღე შენ მოდი. 3 დღე მე მოვალ. ასე ერთმანეთს ნაკლებად ვნახავთ და ცხოვრებასაც დავალაგებთ. სელენ, მართლა არ მინდა შენი შეწუხება, მაგრამ ამაზე ვერ მოვილაპარაკებთ. მელო,
ძალიან საყვარელი ხარ, ხო მიცი? Eda çok şanslı. ედას ძალიან გაუმართლა შენ რომ მყავხარ. Çok teşekkür მადლობა. Ben de onun მეც მაგას ვამბობ, ვეუბნები რომ საუკეთესო მეგობარი ვარ. მერთო, Bir şey söyleyeceğim. რაღაცას გეტყვით. Siz de çok თქვენც ძალიან კარგი ხართ. Sağ ol. მადლობა. რაღაც ჩაფიქრდი კომპანიონამ. ხომ არ ვილაპარაკოთ? რამე სერიოზულია? ფიქრობ კი. ანუ ეს სამსახურს ეხება და მგონი ყველასთვის მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა. ისმენთ. ვგეგმავ კომპანიაში ორი დიდი პროექტი დავიწყო. მაგრამ თქვენი დახმარება და ნიჭი მჭირდება. რა თქმა უნდა. მე მინდა დაგეხმაროთ მეგობრებო. ეკოს სასტუმროს შესახებ გავიგე. თუ დაგჭირდებათ, შემიძლია დაგეხმაროთ. შენი დახმარება ძალიან გამოგვადგება. ხო, მაგრამ ეს პროექტი Art Life-ს ეკუთვნის და არაერთიან ჰოლდინგს. განა ჰოლდინგის ერთიან პროექტზე არ საუბრობთ? ლაპარაკობდით ფირილ. მაგრამ ეს ედას პროექტია და არა კომპანიის. ასე არ არის ედა. რა ზედვე? ცდები? ეს პროექტია იღა. ეფესკი უნდა აითვისოს შენი პროექტი. არა, მსგავსი არაფერი. უბრალოდ დახმარება მინდა. ედასთან მუშაობა მინდა. რა არის აქ ცუდი? Serkan, სერგან, biliyorsun ხომ იცი ჯერ კიდევ არ მაქვს გამოცდილება. Sizin sonuçta. Efe'de ეფე ძალიან კარგი დიზაინერია. ვიცი, ყველამ კარგად ვიცით. yani ანუ, yardım დახმარება შეძლებდა. სერგან, როგორც გითხარი, დახმარება შემიძლია. ორივეს დაგვეხმარება ეს პროექტი. უბრალოდ ერთად ვიმუშავებთ. დარწმუნებული ვარ, მაგრამ არ ღირს. მე ამჯერა შენი. შეძლებ ერენის დამთავრებას. სერგან, ახლა კომპანიონები ვართ და ეფეს დახმარება უნდა. ეს სავსებით ნორმალურია. იქნებ როგორც უმცროსმა კომპანიონებმა არაფერი ვთქვათ. კარგი, მაშინ მსხვილ კომპანიონებს დაგტოვებთ. ფირით ძალიან გთხოვ. სილენ, ფირითი მართალია, ყველა კომპანიონები ვართ. მართალია. პარტნიორები ვართ ჰოლდინგში და არა Art Life-ში. აი ამის თქმა მინდოდა. გასაგებია. გინდა ყველაფერი წესების მიხედვით მიდიოდეს. დიახ. არ ვიცი. მეგონა უფრო ახლო და უფრო ჯანსაღი ურთიერთობა გვექნებოდა. მირჩევნია წესებს მივყვე. შენ არაფერ შუაში არ ხარ. გასაგებია. კარგი. ანუ სხვა საშუალება უნდა ვიპოვო, რომ როგორღაც გაგავაცო. iyi misin? კარგად ხარ? Selim mi? ისევ სელინის გამო? ამდენი დაძაბულობა ჩემთვის მეტისმეტია. უბრალოდ ჩემს აქციებს გავყიდი, რომ სელენი უფრო დამშვიდდეს. საკმარისია. Ciddi misin? სერიოზულად? დარწმუნებული ხარ? Emin misin? ო, მე მაქვს ჩემი სამსახური. ჩემი სამსახური მელოდება, რისთვის ვიწვალო? ამბობ სასტუმროებზე, რომელიც შენს ოჯახს ეკუთვნის? Bak Ferit, მომისმინე ფერით. bence ცხოვრებაში პირველად დამოუკიდებლად მიხვედი იმ ეტაპზე. güzel bir noktaya 5% აქციების ფლობა ძალიან დიდი წარმატებაა. Bir holdingde იქნებ %5 მომავალში ეფეს hisse აქციები sahibi იყიდო. olmak bir şey. Belki ileride Efe'nin hisselerini bile alırsın yani.
ასეთი მომენტები უფრო მეტად ჩვენ უნდა დავაფასოთ. ხომ ასეა? Evet. დიახ, O yüzden ამიტომ vazgeçmek. უარი არ თქვა. ეფემ სამსახური შემოგთავაზა. მისი ერთი ხელმოწერა გააორმაგებს სასტუმროს პრესტიჟს, იცი? ვიცი, ფერილ. მაშინ რატომ თქვი უარი? იმიტომ რომ ეს პროექტი ჩვენ გვეკუთვნის და არა მას. მაგრამ ედა ძალიან გთხოვთ, თქვი რამე. ძალიან კარგი აზრია. ედა. გინდა ეფე ერთმანთან მუშაობა. ეფე დიზაინერია, რომლისგანაც მაგალითს ვიღებდი. ანუ ეს ძალიან კარგი წინადადებაა. მაშინ კარგი. იყოს ისე როგორც შენ გინდა. მალე მოვალ. კარგი. სელენ შენთან წინადადება მაქვს. გისმენ, შენი ურთიერთობა აღარ აღდგება. რას გულისხმობ? მე ისევ ვიმუშავებ ამ კომპანიაში. ამიტომ ჩვენ შორის ჩხუბი და ძაბულობა და ნერვიულობა მოსალოდნელია. მაგრამ დაიჯერ, ყველაფერი გაივლის. იმიტომ რომ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, როგორც ადამიანებს. ფერით არ გეგონეს, რომ ჩემი სიბრაზე ჩაცხრება, ამიტომ ძნელი იქნება. სელენი მაზრ შეეგუა, რომ ჩემს გვერდით მოგიწევს ყოფნა. იმიტომ რომ მე აქ ვრჩები. ეფე, როცა კომპანიაში დაბრუნდებით, შენს იდეას მოვისმენ ეკოსისტემაზე. მგონი არ უნდა დაველოდოთ იქ მისვლას. ახლა ვილაპარაკოთ. კარგი. მისმენე? სასტუმროს არქიტექტურა მართლაც არაჩვეულებრივია, მაგრამ ფიქრობ ლანდშაფტი ნოლიდან უნდა ავითვისოთ. პროექტზე ლაპარაკობ, რომელმაც საერთაშორისო კონკურსი მოიგო. თანაც დამკვეთებმა დაადასტურეს ეს პროექტი. დიახ, მესმის. მაგრამ შეგვიძლია უკეთესი გავხადოთ, სერგან. უკეთესი? ამ პროექტში ეს არ არის ყველაზე მთავარი. პირველ ადგილზე მისი ფუნქციონირებაა. გავიგე. მომისმენე. მაპატია ძვირფასო ედა. მოდი ასე აგიხსნი. ეს სასტუმროს ტერიტორიაა. აი აქი გვინდა რომ ტყე ავაშენოთ. ამათი გაერთიანებით ულამაზეს ადგილს შევქმნით. ეს იდეალური აზრია. მაგრამ მაინც რაღაც აკლია. გოლფის მოედანი, მაგრამ მე ხომ მაინც მუშაობ ამაზე. დიახ, ზუსტად ასე. და თუ ამ დღეს გამოვიყენებთ მშენებლობის ნაწილად, თუ ნაკლები რაოდენობით წყალი დაგჭირდება, აი აქ ყველაზე ლამაზ ბაღს გავაშენებთ. ფიქრობ შეხვედრა დამთავრდა. ჩვენ აქ ისედაც ბრანჩისთვის მოვედით და არა მოლაპარაკებებისთვის. სერგან, ძალიან კარგად იცი, რაც შემიძლია. ეფე, ვერ გადამარწმუნებ, როცა საქმე ჩემს პრესტიჟს ეხება. შენი პროექტი განა ცოტა ხნის წინ ედას პროექტი არ იყო? სერგანს არ უნდა და ამის თქმა. დიახ, ედა, ზუსტად.
ამის თქმა მინდოდა. კარგი, მგონი გავხდით სოციალური ხალხი. მეგობრებო, ეს რა იყო? ვერ გავიგე. მაშინ მოდით. ფოტო გადავიღოთ. გადავიღოთ ფოტოები. სერგან. სერგან. რა ედა, რა. რა ხდება? ეს რა მოქცევაა? ვერ ხვდები. ვერ ხვდები. სიმართლე გითხრა, მე არ მესმის შენი. რატომ ხარ ასეთი კარგი? რატომ გინდა იყო ისეთი? იმიტომ რომ მეფეს ვეუხეშე. გინდა სიტუაცია გამოასწორო. ყველასთან კარგი ურთიერთობა გინდა გქონდეს. ვერ ხვდები, რატომ? რატომ ცდილობ დედაჩემს დაეხმარო? მამაჩემისთვის რატომ მოგაქვს ჩაი? ამაში რა პრობლემაა? ყველაფრიდან დადებით მომენტებს ვიღებ. არ გინდა ედა, ასეთი რამეები არ არსებობს. ცხოვრებაში ვერაფრით გაიხარებ. ადამიანებს არაფერი აქვთ რომ გიყვარდეს. სერგან, რა გინდა? რა გავაკეთო? გინდა ცხოვრებაზე შეხედულება შევიცვალო? იმიტომ რომ ვერ გავიგე პრობლემა რაშია. შენნაირი გავხდე? რას ნიშნავს შემნაირი გახდე? ისეთი უგზნობი როგორიც შენ ხარ. ედა, ოცნებებში ცხოვრობ. ცხოვრება ასეთი არ არის. ცხოვრება სავსეა ტყუილით, სავსეა ბოროტებით. ჭკუიდან გადავყავარ ამ შენ სიკეთეს ამ სამყაროში. მაშინ ისეთი გოგო მოძებნე, ვინც ჭკუიდან არ გადაგიყვანს, სერგან. მართალი ხარ. ნამდვილად მართალი ხარ. მარტოობა ყველაზე მეტად მომწონს. ედა, არ გამიშო. მინდა შენთან ერთად წამოვიდე. სად? სადაც მოგინდება. იტალიაში გამოყვები.
გაჩვენდი, არაფერი მითხრა. გავჩვენდი? ზმა უდეთყვი არ გამიბრაზდე. ეს მეგობრის გაფრთხილებაა. ძალიან აბრაზებ. ამ გოგოს ძალიან. ვიცი. eda ამას არ ემსახურებს. ესეც ვიცი. რა თქმა უნდა, ვერ ეტყვი, რომ მამა შენი ასე მოიქცა. ინგინ. ოლბოლ ადამიანს მე ვერ ეტყვი მეთქი. მაგრამ სერქან ასე უარესია. ისე ჩაგრავ ადამიანს იმის გამო, რომ კეთილებული აქვს. დღეს უთხარი, რომ მასთან ყოფნას მარტო ყოფნა გირჩევნია. მეწოდება არც კი ესმის. მოუყვები. ყველაფერს მოუყვები. ამ საიდუმლოს ვერ დამალავ. თანაც ეს ის საიდუმლო არ არის, რომელსაც დამალავ. მე კი ის ადამიანი არ ვარ, ვინც ამას გააკეთებს. ვერ გავიგე, შენ და სერგანს კარგი ურთიერთობა გაქვთ თუ ცუდი? ხმა ძალიან გაბრაზებული ქონდა. თქვა, რომ ჩემი გაბრაზება არ უნდა. მითხრა, რომ ვივახშმოთ და შევრიგდეთო. უარი ვერ უთხარი, ძალიან მიყვარს. ვიცი. ყოველთვის იმას აკეთებდი, რაც გინდოდა და შენ გულს უნდოდა. გუშინ იცი რა გავაკეთე? რა გააკეთე? ის ყვავილები დავთესე სერგანის ვერადანზე, რომელიც დედამ დამიტოვა. შემდეგ ცოტა ვისაუბრეთ ჩემს მშობლებზე. მათი ისტორიები მოუყევი. ბებიაზეც. გამარჯობა ქალბატონო eda, მე მიგიყვანთ. ეს ბატონი სერგანისგან არის. იმ ადგილას გელოდები, სადაც ყველაფერი დაიწყო. დიდი მადლობა. მკითხა, ვაპატიებდი თუ არა ბებიას? eda, საერთოდ არ გიფიქრია მაგაზე? არ მიფიქრია. ვერ ვიფიქრებდი. ვერ ვაპატიებ იმ ადამიანებს იმას, რომ დღეს ჩემი მშობლები ჩემთან არ არიან. ვერ ვაპატიებ. თუნდაც ეს ბებია იყოს. კარგად ხარ? კი, კარგად.
უნდა ვიფიქრო. კარგი, მოიფიქრე. მზად ხარ მელაპარაკო? მზად ვარ. აქ რატომ შევხვდით? არის რაღაც რისი თქმაც მინდა. იმ საღამოს ურთიერთობა ხელშეკრულები დავიწყეთ. მინდა რომ აქვე დავამთავროთ, ედა. არას გულისხმობ დამთავრებაში. არ გამოგვდის. წუხარ. არ გამოგვდის. მე ხუმრები? თუ ასეა არ მეცინება. არა. მე ასეთი არ ვარ. ჩემთვის კარიერა და სამსახური ყველაზე მნიშვნელოვანია. შენ? ჩემს წინაშე დადეკი და მითხარი რომ ძალიან შეგიყვარდი. მითხარი რომ შეგიყვარდი. შენს გამო წინა კვირას იტალიაში არ გავფრინდი, გესმის რას ამბობ? ძალიან უწუხარ ედა. თუ კი ეს ურთიერთობა გაგრძელდება, მე ყველაფერს დავკარგავ. სამსახურს, კარიერას, ჩემ თავს, ყველაფერს. სერგან. იცი, ყოველთვის იცოდე. მე ასეთი ვარ. თავიდან ვიცოდე. ისე ვის ვარ, ვინც პირველ დღეს ვიყავი. შენ? მითხარი რომ შეიცვალე. მითხარი რომ ჩემს გამო შეიცვალე და დავიჯერე. გოგოების და მამიდას წინააღმდეგ წავედი. ყველაფერზე წინ დაგაყენე. მოგენდე. მე ასეთი ვარ. როგორც თქვი ედა, რობოტი, უგრძნობი რობოტი. მართლა გინდა რომ დავშორდეთ? მაბატია, არ გამოდის. ერთი და იგივეს ნუ მიმეორებ, სერგან. ნუ მიმეორებ. არ მჯერა, იმიტომ რომ არ მჯერა. ედა, ყველაფერი დამთავრდა. დამთავრდა? ყველაფერი დამთავრდა, არა? თვალებში შემომხედე. და ისე მითხარი. ყველაფერი დამთავრდა. კარგი. კარგი მაშინ. ისევე დავასრულებ, როგორც დავიწყე. ვერ გიტანს, სერგან ბოლად.